საერთოდ არ დავდივარ ესეთ საეჭვო გადაცემებში, მაგრამ ოთართან მოვედი, იმიტომ რომ მე როგორც ეკონომისტი ვაფასებ, რომ ოთარი იყო პირველი ადამიანი, ვინც რეალურად ქამარი შემოიჭირა და გახდა. კი ბატონო. დიდი მადლობა. საერთაშორის აქ რომ მოვდიოდი, დღეს ხო აღდგომაა და უცნაურის გავიგე. აჰა. მილოცვა და პასუხი. ერთი ეუბნებოდა, რომ ქრისტე აღდგა სამართლიანობა არაო. და მეორე ჭეშმარიტად უნდა ეთქვა რა, ეხლა სახე ესე ქონდა და ესე აბა ბიჭო. და გადავიდნენ პოლიტიკაზე. ბატონო გიორგი, მოკლედ ხალხის კითხვები, რა გვეშველება? ძალიან გაღიზიანებულია ხალხი, დღე და ღამე ფიქრობს, რა უნდა უყოს ამ ლარის კურსს. დღე და ღამე არ ამგონია. ეხლა ჩვენი გადაცემა გადის აღდგომა 12:30, ხო? დაახლოებით. არ ამგონია, ეხლა ხალხი მაგაზე ფიქრობს. ხალხი ეხლა ფიქრობს პასკაი კვერცხთან ერთად ჭამოს თუ საცივში ჩააწოს თუ რა. ლარის კურსზე იფიქრებს სამშაბათიდან. ეს გუმრობითა ისე ყველა კრიზისი აქვს დაწყების დრო, დამთავრების დრო და გაივლის ეს კრიზისიც, მაგრამ მე ყოველთვის მომხრევა რომ კრიზისმა გადაიაროს მარიაჟების ხარჯზე რა. ანუ აი სექტემბერში მანქანის ნომრები რომ გამოვიდა ეს მარიაჟები რომ მიცვიდნენ და აიღეს ფული გადაიხადეს და სახელმწიფო შეუვიდა ფული, მოდი ახლა გავაკეთოთ პირადობის მოწმობები. მარიაჟული? თავიდან გამოვიდეს და მარიაჟული ფასიანი უფრო ძვირი ღირდეს. იო ეს ხალხი დახარჯავს ფულს, მე დაბადების მოწმობა, მე სიკვდილის მოწმობა. სიკვდილის მოწმობას არავინ არ იღებს წინასწარ, მაგრამ რო გეცოდინება რომ მარიაჟი ნომერი გაქვს, თან აიღებ. თან ბედნიერი კვდები. შენს ბედნიერი ხარ მთავრობას და ჩვენც არ ამარ. ჩემსკენ მაინდა-მაინც ნუ გამოიშვეთ. არა, ჩვენ არა მარიაჟი ხალხი. აჰა. თქვენი მანქანა რა ნომერია ისე? ჯაზ 009. აი, უკაცრავად. ეს გავიგე გიორგი, მაგრამ რამდენს დავზოგავთ ამ მეთოდით? ნუ ბევრს დავზოგავთ რა, 5 მილიონს მაინც, ძალიან დიდ ფულს. 5 მილიონი იცი რამდენი? რამდენი? ეს 5 მილიონი იცით თქვენ რა 5 მილიონი? ეს არის გზა სიბნელიდან სინათლემდე. და ნეტა იმ ადამიანს, ვინც ეს ფული კარგად გამოიყენა და ეხა უფრო მეტი აქვს. და ვის გულისხმობთ? იცი შენ ვისაც გულისხმობ. იმას? სახელდაგვარს მომათქმევებ და მათემატიკურად გეტყვი თუ 20-30. კარგი, გასაგებია. აი გიორგი, მე მაქვს იდეა. ქუთაისი რო გავაქირავოთ ღამე. ვერ გავიგე, ღამე რას ნიშნავს? აი თქვენ ხო ქუთაისელი ხართ? გახლავართ? კი ბატონო. რა ხდება ქუთაისში საღამოს 8 საათის შემდეგ? არაფერი ხო და გავაქირავოთ. კარგი იდეაა და მე ვიცი ერთი ორგანიზაცია, ვინც აი ესეთ ჭკვიან ხალხს, ვისაც ესეთ იდეები აქვს აგროვება. ჩემნაირ ხალხს? ვინ? 20-30. კარგი. მოკლედ ახლა ფაქტობრივად გიორგი მითხრა შენპირს შაქარიო. დღეიდან ეს ანდაზა იქნება. შენპირს 20-30-ო ასე უთხრათ ხოლმე ერთმანეთს. ფათაშორის ოთარ ამბობდეს რომ გიყურებ, ისე ლაღათ ვეღარ ხუმრობ. აი კი ხუმრობ, მაგრამ სახეზე გაწერია რომ რაღაცა არ არის ისე და დოლარში ხო არ გაქვს ეს? დიახ. მეც ეგრევა. თქვენც? დიახ. მაგრამ თქვენ არ გეტყობათ გიორგი, სულ ასეთი სახე გაქვთ და კარგი, როდის გვეშველება ეს გითხარით? პირდაპირ ვერ გეტყვით, მაგრამ იგანიშნებ. 20-30? კარგი, ბოლოს რას გვექცეთ? ბოლოს გილოცავთ აღდგომას ყველას და კვერცხი თუ გაქვს ჩავარტყათ. რა თქმა უნდა. მე მაქვს ესეთი კვერცხი წელს ნაყურეთ. ხამარი აქვს შემოჭერილი. კი ბატონო, ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად. გილოცავთ. რავალს დაესწარით. ეს იყო ექსპერტი გიორგი ჯანელიძე.